მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. დღეს უნდა გავაკეთოთ ტყემალი, ტყემლის საწებელი. ძალიან გემრიელი, არომატული. ამასობაში სანამ საწებელის რეცეპტს შემოგთავაზებთ, სულ 2 წუთი გჭირდებათ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ალაიქოთ, რაც უფრო მეტ мотивაციას მომცემს არხის განვითარებისთვის. მადლობა. ავასხი წყალი და შემოვდგით ცეცხლზე. ორი ტყემალი მედგა, 2 ტყემლის ნაკრებია აქ, მთლად მომწიფებული არ არის, იმიტომ რომ ეტაპობრივად მწიფდება, აქვს რაღაც დაზიანებები, რომელიც ყინვის ბრალია, მაგრამ არა უშავს, გამოვა გემრიელი, ვიცი დარწმუნებული ვარ და განახებთ საბოლოო ჯამში შედეგსაც. ამასობაში წავედი ყავას მოვადუღებ, თორემ ენერგია მჭირდება. ტყემლის პარალელურად დავადგი ყავა. ყავას ვსვამ უშაქროდ, შავ შოკოლადთან ერთად. მომზადდა ჩემი ყავაც. ვინც ჩემთან ერთად მიირთმევთ ყავას, გემრიელად მიირთვით. სანამ ბოლომდე ადუღდება, აი ესე ქაფს ვაცლი და ველოდები ადუღებას. რამოდენიმე წუთი ვადუღებ, ალბათ ესე 10-15 წუთი და შემდეგ უნდა გაცივდეს სრულად, რომ მარტივად შევძლო ამ ყველაფრის გაწურვა და ქერქის გამოცლა. აი ასე გამოიყურება 10 წუთის შემდეგ, ანუ ადუღებიდან 10 წუთის შემდეგ. მე ვფიქრობ უკვე ეყოფა. საკმარისია, ამას ახლა გავაციებ, გამოვთავ გავაციებ და გაჩვენებთ რას ვაკეთებ შემდეგ. აი ასე კარგად გავხეხავთ. გამოეცლება ქერქი და კურკა და შემდეგ უკვე მწვანილებით მარილი, ნიორი, წიწაკა გემოვნებით ყველაფერი და გავაკეთებთ უგემრიელეს ტყემალს. ასე გამოიყურება ჩვენი ტყემალი. ახლა მას უნდა უქნათ მწვანილები, ქონდარი, ქინძი, კამა, ნიორი, მარილი, წიწაკა. მოვადუღოთ კიდევ 15-20 წუთი და ჩავასხავ ბოთლებში. აი ასე ჩავაყარე კამა, ქონდარი, ქინძი მქონდა გამხმარი, ნიორი გაყინული. აი ასე ჩავდებ ქინძს და შემდეგ გამოვიღებ. ცოტა შაქარი. გემოების გასახსნელად მარილი გემოვნებით და წიწაკა. მორჩა, მეტი არაფერი არ უნდა ვადუღებ და გავამზადებ. ესეც ჩვენი ტყემალი. აი ასეთი გამოვიდა, ცოტა ჭიქაში დავტოვე. საკმაოდ გემრიელი, არომატული, არც ძალიან მჟავე ტყემალი გამოვიდა. სცადეთ ამ რეცეპტით და კმაყოფილი დარჩებით ნამდვილად.